დიდი მადლობა გულახდილად მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ თქვენს მაყურებელსაც ავუხსნათ, გავეცნოთ თუ რა გვინდა და რისკიან მაინტერესებს რაც რას ლაპარაკობ ძლივს ვიღაც ახალი ადამიანები გამოჩნდნენ პოლიტიკურ ფლანგზე სხვათა შორის შენ გონია რომ მართლა გულწრფელი არ ვარ ამას რო ვამბობ ხშირ შემთხვევაში ხანდახან უკვე მომაბეზრებელი შეიძლება იყოს ხო სულ ერთი და იგივე ადამიანების ყურება და პირიქით კარგია რომ ამდენი რესპონდენტი შემოგვემატება მინიმუმ ამ თვალსაზრისით დიდი მადლობა უბრალოდ ახლა მკითხვა დამისვით მოკლედ გიპასუხებთ ხა რაც აქ საუბარი იყო ვახოსა და იაგოს მხრიდან ხა ჩვენ უბრალოდ ვართ ერთგულები იმ დაპირებისა რომელიც საზოგადოების წინაშე დავდეთ რუსთავის განზე 1 ნოემბერს არა იმიტომ რომ ეს გვინდოდა არამედ უბრალოდ იმიტომ რომ მოცემულობა შეიქმნა ისეთი სადაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული რომ მოპარულ არჩევნებს ჩვენ ლეგიტიმაციას არ მივანიჭებთ და დიახაც უპრეცედენტო ვითარება შეიქმნა, როდესაც პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციური პარტიებისა დღემდე ვართ ერთგულები და ასე იქნება ბოლომდე. ჩვენ ხალხს არ ვუღალატეთ და ხალხისგან მიღებული თითქოს მანდატი, რომელიც არასახავს რეალობას, ჩვენ აღვიქვით არა ხალხისგან მიღებული ნახევარი მანდატი, არამედ დავდექით და ხალხს უთხრით, რომ ეს არჩევნები თქვენ ხო გვეთანხმებით, ჩვენც ხო გეთანხმებით, თქვენ შევთანხმდით ხო ორივე რომ გაყავდა. ამიტომ ამ მანდატს დებთ და თქვენთან ერთად ვდგებით. ვართ თქვენაერები და ვიბრძვით უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. და ვართ ამიტომაც ბოიკოტის რეჟიმში, თორე შესვლა წინ არაფერი არ უდგას და უბრალოდ მინდა ძალიან ნათელი გავხადო, რომ პარლამენტში შესვლა არ შესვლა, ინგა არ არის მხოლოდ კრიზისის რაღაცა პანაცეა გადაწყვეტის ან დაძლევის. ეს არის ერთი ელემენტი. თლიანად ქვეყანა იმყოფება ღრმა კრიზისში და ამას მხოლოდ ცვლილება თუ გამოასწორებს და ეს ცვლილება იმიტომ რომ წამოვიღოთ ეს ცვლილება იქნა ხორჩესხმული უბრალოდ გაფორმდა მატერიალურ საკითხი დოკუმენტზე სხვანაირად ეს ყველაფერი დანახული იქნა საზოგადოების მიერ ჩვენს მიერ და ჩვენ უბრალოდ უფლება არ გვაქვს იქ რომ შევიდეთ სანამ ამ ქვეყანაში არჩევნები ახალი არ ჩაინიშნება და უცებ ჩაინიშნება რაც შეეხება მეორე კითხვას 2012 წელთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში ხო, ანუ მოდი ყველა ვიცით, ხო ალბათ თქვენ პირველ რიგში შენ მათ ახალმა სახეებმა, შენ მათ თანაგუნდელებმა უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, რატომ გადავიდა ნაციონალური მოძრაობა და რა სკანდალური იყო მათი წასვლა ხელისუფლება, ცოცხლებით გაცილებული ხელისუფლება იყო და ეს მაინტერესებს უბრალოდ აი ამ ადამიანების დამოკიდებულება. პრეცედენტო შემთხვევა იყო მიუხედავად ყველაფრისა, ვინც რა არ უნდა თქვას და ბევრჯერ მithქვამს, ახლაც გავიმეორებ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს არჩევნები წასაგები იყო დიახაც წასაგები იყო ბევრ ადამიანს ჰქონდა მოლოდინი რომ ქვეყნის ახალი ეტაპი დაიწყებოდა განვითარების და თელმა ქვეყანამ იცის ჩემმა ოჯახის წევრებმაც ჩემმა უახლოესმა მეგობრებმაც ახლობლებმაც მინუს მე რა თქმა უნდა ხა 2012 წელს ნამდვილად არ მიმიცია ხმა ქართული ოცნებისთვის იმიტომ რომ შიგნით მუშაობდი საჯარო სამსახურში და სერიოზულ პრობლემებს ხედავდი მაგრამ შანსს ხედავდი რომ გამარჯვების შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა ბევრ ნაკს აღმოფხრიდა მაგრამ ნუ წავაგეთ მაგრამ იმედი ქონდა ხალხს რომ უბრალოდ ცუდი აღმოიფრებოდა კარგი განვითარდებოდა ეს რომ მომხდარიყო ინგა არათუ დარწმუნებული ვარ ჩვენი ახალი მეგობრები რომლებიც ძალიან სერიოზულ წვლილს შეიტანენ ქვეყნის დემოკრატიის განვითარების პროცესში არამედ მე აქ ახლა ოპოზიციური პარტიის ასე ვთქვი ეგიდით არ ვილაპარაკებდი იმიტომ რომ რო დამენახა რომ ქვეყანაში ის რაც მეც არ მომწონდა ის რაც მომწონდა გრძელდება და რაც არ მომწონდა უბრალოდ ამოიშანთა მე არ ვიქნებოდი დღეს იმ ძალის ოპოზიციაში რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანდა თუ კი ვინმე არის დღეს ოპოზიციაში ცუდი გაგებით ეს არის ქართული ოცნება ხელისუფლება ოღონდ არის ამ სახელმწიფოს ოპოზიციაში მაგრამ ჩვენ ვართ დიახაც დიდ ნაწილთან საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილთან საზოგადოებას ერთად ოპოზიციაში იმ ხელისუფლების რომელიც თავის მხრივ მოდის წინააღმდეგობაში ქვეყნის მოსახლეობასთან ელისაშვილი რომ ამბობს რომ შემოვიდნენ პარლამენტში მისცენ ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს იქ რაღაც ცვლილებებს იმიტომ რომ მომავალი არჩევნები იყოს მართლა ადამიანებად პროპორციულზეც კი არ დაგვთავსებო ძალიან დიდი სურვილი მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ ალეკოს და ლევანს ეს ნაბიჯი არ გადაედგა იმიტომ რომ უბრალოდ ალღომ კარნახობს რომ მათ არასწორი ნაბიჯი გადადგეს არა იმიტომ რომ რაღაცა პრაგმატულად შეეშალათ გონია რომ ძალიან ბევრი ადამიანი განაცვიფრეს და ამაზე შორს მე არ წავალ
მომავალი განჯის თითოეული პოლიტიკოსის გადადგმულ ნაბიჯს. მაგრამ თავარი ახლა არის აწყო და კიდევ უფრო თავარი არის მომავალი. კანონზომიერება მოითხოვდა ინგა ცვლილებებს, განახლებას, ახალი იმპულსის მიცემას, მიუხედავად უმძიმესი პერიოდისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა ახლაც ჩავთვლი უფროსმა მეგობარმა გრიგოლ ვაშაძემ ჩვენ ასეთ დაგვემშვიდობა თუ დაგვტოვა ამიდა ამაზე დამშვიდობებას ვერ დავარ მიგატო ზუსტი სახელი დავარ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდით მაგრამ აღმოჩნდა ჩვენს რიგებში რესურსი თურმე სერიოზული თანაც განახლებისა და რეფორმის გატარებისა და რატომ მეამაყება იცით აი თითოეული აქ ყოფი ადამიანისა და თავის მხრივ ასობით კიდე დამატებითი ადამიანი რომელიც უახლოეს თვეებში შემოგვიერთდება სწორედაც რომ აი ამ არაჩვეულებრივი ქართველების მეცადინეობით და მონდომებით რომ ეს ხალხი ჩვენ შემოგვიერთდა და ჩვენ გავერთიანდით ბრძოლაში მაშინ როდესაც ჩვენი გუნდი ჯერ კიდევ ბრძოლაშია მაშინ როდესაც მე მაგალითად მათი მეგობარი ვიდეემნების თქვენთან ერთად ქვეყნიდან განდევნილები ასე შემდეგ ვართ შუა ბრძოლის წინა ხაზზე და სამართლებრივი პოლიტიკურად მოტივირებული დევნე ხორციელდება ბევრი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიმართ ამ დროს რომ ადამიანი მოდის და გვერდში გიდგება ეს არის ჩემთვის ძალიან დასაფასებელი იმიტომ რომ წლების განმავლობაში მე ვხედავდი რომ არც თუ ისე ცოტა ადამიანი ამ ბრძოლას განერიდა და აგერ სულ ზემოთ ვახსენე ერთი ჩემი მეგობარი დიდი ხო რომელსაც ეხაც პატივს ვცე მიუხედავად ყველაფრისა მაგრამ ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში ბრძოლას განერიდა და ამ პოლიტიკურ ორომტრიალს ვერ გაუძო და არ ვამტყუნებ ყველას ვერ მოთხოვ გმირობას სულ სხვა არის როდესაც პოლიტიკურ გუნდს უერთდება ესა თუ ის ახალი ადამიანი უშუალოდ არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე რომლებიც პირდაპირ სიმართლე ვთქვათ სიაში ეწერებიან და ეს ასე იყო წინა საარჩევნო სიის პირობებშიც და ხალხი რომელიც მოდის ადგილის არათუ დასამკვიდრებლად არამედ საბრძოლოდ საკუთარი შვილების უკეთესი მომავლის მოსაპოვებლად როგორ შეიძლება ამ ყველაფერს არ შეხვდეთ ძალიან დიდი სიხარულით და ძალიან დიდი იმედით და მოტივაციით. თითოეული აკოფი ადამიანი უპირობოდ გადაჭრების გარეშე არის უკვე შემდგარი ადამიანი თავის საქმეში. თავის საქმეში, ანუ მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ბევრი რამ უკვე გაუკეთებიათ და შეგენებით არიან იქ, სადაც ახლა ჩვენ ყველანი ერთად ვართ. ღირებულებები და იცით რა არის? ასეთ ნაბიჯს როცა დგამ, თუ არ გჯერა საკუთარი შესაძლებლობისა ძალების და წმენის და ხა თუ ჩვენ ვერ არ გვაქვს გათვისნობიერებული რა როგორ აღარ უნდა ვაკეთოთ და რა როგორ უნდა ვაკეთოთ ბუნებრივია ამაზე აქ ესე რიგით ვერ ვისაუბრებთ ჩვენი და დავასრულებ და გიორგის გადაცემა ჩვენი სერიოზული კაპიტალია დიახაც ახალი გუნდის ნაციონალური მოძრაობისა და ზოგადად ნაციონალური მოძრაობისა რომ ჩვენ ხელისუფლებაში ნამყოფი ძალა ვართ ეს ყველა დასავლურ დემოკრატიაში არის სერიოზული კაპიტალი აქ არის უბრალოდ საქართველოში იყო რომ კლინობითა დაგვიქონდა რომ ერთხელ თუ იყავი ოჰო მეორჯერ არა და სინამდვილეში რას ნიშნავს იცი რომ როდესაც ხელისუფლებაში კვლავ მოდიხარ რა აღარ უნდა გააკეთო და რა როგორ უნდა გააკეთო და თავში თქვენ მკითხეთ და ღმერთმა დაგვიფაროს რომ ჩვენ გვინდოდეს დაბრუნება ნიშნავს აი ბატონ ფარცხალაძესთან ერთად დაბრუნებას ბატონ შოთაძესთან მურუსიძესთან და ჩინჩელაძესთან და არ ვიცი ნახევარი აი ეს ნაციონალური მოძრაობა რომელიც თვითშიშველს ეხა ქალბატონი თეატრიდან დაწყებული ბილიონიშვილი დამთავრებული არის ქართულ ოცნებაში ჩვენ გვინდა გამარჯვება ხალხთან ერთად საქმე იმაში არ არის ახალი სახე მოვიდა და რა კარგია ახალი მიდგომები ახალი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული აი ახალ ადამიანებთან ერთად და ახალ ადამიანებთან ერთად გულისხმობ იმ ჩემს უკვე და როგორც პარტიის ვეტერან წევრებთან ჩემს მეგობრებთან ერთად რომლებაც მე გამიღეს კარები 2014 წელს რა თქმა უნდა უმძიმეს დროს მომიწია მე ამ პარტიაში მოსვლა და ბევრჯერ მithქვავს და ახლა რომ უკან დამაბრუნო 2014 წელს და მითხრა რომ გამოიარო ნიკა აბა 2014-დან 2021 წამდე შესაძლებელი ემოციურად ვეღარ შევძლო პირდაპირ გეუბნებით მაგრამ ჩვენი სიმდიდრე სწორედ ამაშია დიდარი გამოცდილება რომელსაც წარმოადგენს გამოცდილი ხალხი პარტიაში და ახალი ადამიანების აი ეს კომბინაცია საერთო ჯამში უნდა
გამოვიყენოთ ქვეყნის წინსვლით. აი ეხლაც მინდა ქართულ ოცნებას რომ შევთავაზო მზად. ქართულ ოცნებაში მოდიოდა. თქვენი ახალი დეპუტატებით თუ მოხვალ და თუ მიიღებთ თქვენს თავში იმ გადაწყვეტილებას რომ დაასრულოთ ბოიკოტი ერთხელ და სამუდამოდ მედიასთან, რომელიც კრიტიკული მედიის ნაწილია, ამ კონკრეტულ ტელევიზიაზე ვსაუბრობ, ასევე მაინტერესებს თქვენი ახალი სახეების აზრიც. პრაქტიკულ მაგალითი მინდა ბაჭოს სამაგალო პრაქტიკული ბუნებრივად. მოკლედ თუ შეიძლება იმიტომ არ მინდა სახელი და გვარი დავასახელო, ხო ქართულ ოცნებაში სიის პრეზენტაციისას რო წარმოადგენეს რამდენიმე სპორტსმენი, ხო უბრალოდ ჩასვეს და მორჩენს ამის არ გვინახავს. და ადამიანი, ლეგენდა ქართული სპორტის, სოფლიო სპორტის ლეგენდა, არა მარტო ქართულის. რეზო ჩომახიძე, რომელიც ბრძოლაში მოვიდა. ბრძოლაში მოვიდა და არა საპარლამენტო სიაში. თვისობრივად განსხვავებული მოცემულობა არის და მდგომარეობა არის, როცა ჩვენთან მოდის ახალი ადამიანი და როცა მიდის არ მინდა იქ სადაც მიდის იმის ვახსენო. თქვენი პოვეთ ეს ხალხი, პირადად თქვენ მოიძიეთ თუ ისინი თავისით მოვიდნენ და სოფოსთან გადავალ შემდეგ იკითხეთ. ხო, ბუნებრივია, როდესაც დადგა აუცილებლობა ამ რეფორმების გატარებისა და ვიყავი არჩეული ძვირფასი ჩემი მეგობრების მიერ მეგობარია ჩემთვის ის ადამიანი, ვინც უპრეცედენტო ფორმატში, პირველად მართლაც ნამდვილად ქართული პოლიტიკის ისტორიაში სრულად გამჭირვალეთ, არ მხოლოდ პარტიის წევრმა, არამედ გულშემატკივარმაც და უბრალოდ ამომრჩეველმაც 20,000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხარი დამიჭირა და ერთ-ერთ ჩემს ასე ვთქვათ წინა საარჩევნო პროგრამაში და პოსტარჩევნები პირობა იყო, რომ გუნდი გაძლიერდება და ბუნებრივია დავიწყე ძებნა ძლიერი ახალი კვალიფიციური ადამიანების. შენ მოძებნე, ანუ ეს ხალხი. ბევრი მათგანი, რა თქმა უნდა, როდესაც ინგლისელებს აქვს ესეთი ტერმინი head hunting, ანუ ეძებ ადამიანს და ეხა ბევრ მათგანს მე ვიცნობდი წინა ცხოვრებიდან და ბევრ ნაწილ მათგანთან მეგობრობდი, ნაწილ მათგანი უბრალოდ გამეგო და ასეთი ადამიანი იყო ერთ-ერთი, რომელსაც არ ვიცნობდი მე კარგად, მაგრამ ვიცოდი მისი საქმიანობის შესახებ, ვიცნობდით სალამის დონეზე, მაგრამ მეგობრები არ ყოფილიყოთ სოფო ჯაფარიძე, რომელიც ძალიან წარმატებულ პროექტს ახორციელებდა ურთულეს დროს, როცა ჯანდაცვის სისტემა პრაქტიკულად იყო ჩამოშლილი ამ COVID პანდემიის დროს და გააკეთა მეგობრებთან ერთად ის, რაც წესი და რიგით უნდა გაეკეთებია სახელმწიფოს. და სახელმწიფო მოვწოდების სიმაღლეზე ყოფილიყო ინგა მედიგიდი ვერ იქნებოდა უბრალოდ ეფექტური რბილად ვთქვათ, ხო? და სოფო ჯაფარიძეს ბუნებრივია არაერთხელ შეხვდი ვისაუბრეთ და დანარჩენს ალბათ არ ვიცნობ. იეჭვიანეს ძველებმა. პირველში თუ კი რამე სარგებელი მოიტანა და ვისი პარტიაა დღეს ნაციონალური მოძრაობა, ნიკა? სააკაშვილის პარტია, მელიას პარტია თუ როგორ უნდა გავიგო? პირველ რიგში თუ რამე სიკეთე მოიტანა წინა არჩევნება არის ის, რომ ბევრი მათგანი, აი მაგალითად მანუჩარ მე გავიცანე გდანში. რომ ადამიანი, რომელიც დევნილების მიმოთურებით იმუშავებს, ძალიან ბევრ ღირსეულ ადამიანთან ერთად, რომელიც დღეს აქ არ არის. ჩემ კითხვაზე მივასრულებ ვასრულებ 20. ეს ადამიანები არ მოსულა, ძვირფასი ადამიანები ვიღაცის გუნდში. ჩვენ ვართ მიხეილ სააკაშვილი ამ ძვირფასი ადამიანების გუნდის წევრი და მე ვარ ამ ადამიანების გუნდის წევრი და ჩვენ გვინდა რომ ყველა ის ადამიანი, ყველა ის ჯერჯერობით გამოუცდელი, მაგრამ ენერგიით სავსე ახალგაზრდა, რომელსაც საქმე ჯერჯერობით არ უკეთებია, იმიტომ რომ ახალგაზრდა გამოცდილება არ აქვს მოვიდეთ და საქმე აკეთოს, იმიტომ თავარია საქმის კეთება უნდა ასეთ ხალხს ველოდებით და მეორე ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილი უკვე ხალხი, რომელსაც გამოცდილება უმაგრებს ზურგს, მოვიდნენ, გავერთიანდეთ არა ვიღაცის პარტიაში, არამედ იმ პლატფორმაზე, რომელზეც დაპროექტეს უკეთესი ხვალინდელი საქართველოს და რომ არ გჯეროდეს, რომ არ ხედავდეთ ამ აუცილებლობას და დავასრულებ, რომ არ ხედავდეთ აი იმ მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქართველებს, რომლებიც საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად პრაქტიკულად სიკვდილზე მიღმა გადიან და უდიდეს გამოწვევებს უმკლავდებიან რომ გამოყვებონ ან ნახევრად გამოყვებონ საკუთარი ოჯახები, ხო? ეს პრობლემები ჩვენ ლამაზი და მშვენიერი ქვეყნის წინაშე რო არ იდგეს, მერწმუნეთ თითოეული ჩვენგანი უკვე წარმატებული თავთავიან სფეროებში დარჩებოდი. დიდი მადლობა. ამიტომ ეს რო არის რეალობა, ჩვენ გავერთიანდით და ყველაზე მეტად ვასრულებ. მიხარია, ხომ ხედავთ თქვენ აქ 12 ახალი ადამიანი მეგობარი. აი, როგორც თქვენ გიყურებთ, ისე ვარ დაწუნებული, სულ რამდენიმე თვეში რამდენიმე ასეული ადამიანი შემოვერთდება
ნაცნობ მოძრაობას აი ამ ადამიანების დამსახურებით. მათი მეგობრები, მათი ნაცნობები და მათი სტუდენტები და მათი ლექტორები. ნუ მოკლედ მე როგორც ჟურნალისტის მიხარია რომ ახალი რესპონდენტები ნამდვილად შევიძინე. დღევანდელი გადაცემა უნდა დავასრულოთ, ძალიან გადავაცილე და მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი.